ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინრები უკვე 2 წელია მოწყობილობაზე მუშაობენ, რომელიც მცირე მისაკრობის მსგავსია. ყელზე მიმაგრებისას იოგების ვიბრაციის მიერ წარმოებული ელექტროსიგნალების ამოკითხვა შეუძლია. შემდგომ სიგნალს ხელოვნური ინტელექტი იყენებს, რათა ვიბრაცია საუბარში გარდაქმნას. მას შემდეგ, რაც დავადგენთ, თუ ზუსტად რის თქმას ცდილობს მომხმარებელი, ელექტროსიგნალი მოწყობილობის სხვა ნაწილში გადაიცემა, არსობრივად დინამიკში, რომელიც ადამიანის საუბრის იმიტაციას ახდენს. მეცნიერები ამბობენ, რომ მოწყობილობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ეს მემბრანა, რომელიც 2021 წელს ჩენის ლაბორატორიამ გამოიგონა, რაც ადამიანის სხეულის მოძრაობის, ჩვენს შემთხვევაში ხმის იოგების ვიბრაციის ელექტროსიგნალში გარდაქმნის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიტური ნედლეული მყარია, ხოლო ადამიანის სხეულზე მისამაგრი მოწყობილობისთვის სირბილე და მოქნილობა არის მნიშვნელოვანი. ამის მისაღწევად მაგნიტურ ნანონაწილაკებს რბილი პოლიმერები დაუმატეს. ასევე მემბრანაში ვიყენებთ ქაღალდის ამოჭრის იაპონურ ტრადიციულ ხერხს, კირიგამის, რაც მემბრანას კიდევ უფრო რბილსა და წელვაც ქმნის. სხვა დავალება, რომელიც მეცნიერებს წინ უდგას, არის ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა, რათა იოგების ვიბრაციის ამოცნობა შეძლოს განსხვავებული ადამიანებისთვის. სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული ვიბრაცია გააჩნია და ყოველი ცალკეული მომხმარებლისთვის საჭიროა მოწყობილობის ყელზე მიმაგრება და ვთხოვოთ, რომ სხვადასხვა ფრაზები წარმოთქვას. შემდგომ ამას განვიხილავთ და ამ ადამიანისთვის დამახასიათებელ სიტყვის მარაგს ჩამოვაყალიბებთ, რომლითაც მოწყობილობა იხელმძღვანელებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამოგონება სხვადასხვა მეტყველების დარღვევების მქონე ადამიანებს ლაპარაკში დაეხმარება. ჩენი ასევე ამბობს, რომ თავადაც გეგმავს მის გამოყენებას ლექციებისთვის, რომელიც 2-3 საათი გრძელდება, რა დროსაც იოგები ძლიერ იტვირთება. Евгения Дюлов специально для программы «Детали» из Лос-Анджелеса.